ნათია ფიცხელაური ადამიანი, რომელიც შეყვარებული არის ველოზე და აბსოლუტურად ყველგან დაიარება თავისი საყვარელი ველოთი. ოღონდ როგორ დაიარება, იცით? სადაც მიდის, თქვენ ხო როგორ გონიოთ, რომ გარეთ დატოვებს, სახლში შიგნით ყველაზე დაცულ ოთახში უნდა შეიყვანოს, იქ დატოვოს და მერე ის ველოსიპედი მოიკითხოს ხოლმე ყოველ 10-15 წუთში ერთხელ. ნათია არის ასევე ქსელის ადმინისტრატორი. ჩერის მარათონის მე მგონი სულ პირველი მერცხალი სანამ ჩერის მარათონი გაჩნდებოდა. მანამდეც კი მე ადრე ვაკეთებდი ხოლმე Facebook-ზე რაღაცა პატარ-პატარა გამოწვევებით. მაშინ ბლოგის პირველ ნაბიჯებს გავდი და იქაც კი ძალიან აქტიურად იყო ნათია ჩართული. ნათია, მოგესალმები და უღრმესი მადლობა, რომ ჩემთან მოხვედი. მადლობა პირიქით მოწვევის. ძალიან კარგი, მე ზუსტად ვიცი, რომ დღეს ძალიან კარგ დროს გავატარეთ მე და შენ. მაყურებელი აქედან ძალიან ბევრ რაღაცას წაიღებს, განსაკუთრებით დღევანდელი ჩვენი თემა იქნება დიაბეტი ზოგადად, დიაბეტის გარშემო ვიტრიალებთ, იმიტომ რომ ნათია თავად არის დიაბეტის მატარებელი და თვითონ მოყვება ამ ყველაფერს, თუმცა მე მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს ინსპირაციული თქვენთვის, როგორ ვმართოთ ეს ქრონიკული დაავადება და როგორ გამოვიდეთ, ასე ვთქვათ, გამარჯვებული ამ ყველაფრიდან. ოღონდ სანამ ჩვენ თემაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ პოდკასტის წარმდგენი არის Cheris Fit აპლიკაცია და განსაკუთრებით ერთი პროდუქცია უნდა მოგებათ დღეს. ეს არის Cheris მარათონი. ეს არის პროექტი, რომელიც დაიწყო პანდემიის დროს და 5 წელია უკვე აგერ აგრძელებს ძალიან წარმატებულ მოღვაწეობას და ძალიან ბევრმა გოგონამ გაიარა ეს პროექტი, შეცვალა ჩვევები და დანერგა ძალიან სასარგებლო ნაბიჯები თავის ჯანსაღი ცხოვრების, ასე ვთქვათ, მოგზაურობაში. მოკლედ, აუცილებლად უნდა გამოცადოთ ეს პროექტი, ჩაშვებული არის ახლა უკვე სიახლე მამაკაცებისთვისაც. Cheris მარათონი გათვლილი არის სახლის პირობებზე მორგებული დისტანციური ვარჯიშებით, ყავს თავისი კურატორები, ნებისმიერი პროექტში დასმული შეკითხვა არ დარჩება ჰაერში და ყოველთვის იქნება პასუხგაცემული და რა თქმა უნდა, მუხტი, ინფორმაცია და ცოდნა ჩვენი მხრიდან არ მოგაკლდებათ. მოკლედ, ყოველი თვის 23 რიცხვში ხდება ამ პროექტის რეგისტრაციის დაწყება და ყოველი თვის მომდევნო თვის პირველში ვიწყებთ ხოლმე ვარჯიშს. ასე რომ დაირაზმეთ და შემოგვიერთით. მე კი ნათიასთან გადავალ პირველი შეკითხვით და ნათია, რა არის შენთვის ეს დიაგნოზი? შენ ხარ, მოდი თან რო ვთქვათ, ტიპი 1 დიაბეტის მატარებელი. ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ნემსი უნდა გავიკეთო ინსულინის, სუფთა ინსულინია, იმისთვის, რომ ჩემი საჭმლის გადამამუშავება მოხდეს და ორგანიზმში შეეთვისო და ესე შემდეგ. მოკლედ მე ნემსის გარშე ვერ ვიქნები. ტიპი 2-ია, რომელიც ტამლებს ვამენ, ან შეიძლება ნემსიც იკეთონ, ის კიდე ცოტა სხვა რამეა განსხვავდება. და რა არის ეს შენთვის ეს რომ საერთოდ დიაბეტზე ამბობენ, რომ არ არის ეს დაავადება, ეს არის ცხოვრების სტილი, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ. ცოტა მეცინება ხოლმე მაგაზე. შენ როგორ უყურე? არის დაავადება რეალურად, იმიტომ რომ რაღაც ორგანიზმში, რაღაცა ორგანო მუშაობდა და მე აღარ მუშაობს, მოკვდა თუ დაიძინა, რა მნიშვნელობა აქვს, ნუ აღარ მუშაობს. ტიპი 2 შემთხვევაში ეგ არის ხოლმე, რომ ალფა უჯრედები კვდება თუ ბეტა კვდება და რომელიღაცა ცოცხლობს და ნუ იქ არ ვიცი რაღაც ცოტა ესეთი არეულობა, მაგრამ რაღაცა მაინც ცოცხალია. ეგ მაინც ხო ნიშნავს იმას, რომ დარღვეულია ის სიჯანსაღი, რაც თავიდან იყო და მაინც ავადმყოფობა გინდა ესე შეხედე, გინდა ისე. ოღონდ კონტროლებადი, რა თქმა უნდა, რატო ეძახიან მაგას იმას, რომ ეს ცხოვრების სტილია, იმიტომ რომ შეგიძლია სრულად მართო. ოღონდ ძალიან კარგად უნდა გაიგო ეს დაავადება, როგორია, რა უნდა ქნა, როგორ უნდა მოექცე, შენ თავს როგორ უნდა მოექცე, საერთოდ ყველაფერი ცხოვრების სტილად უნდა გაიხადო მართალია, რაღაცები ძალიან ბევრი რაღაცა უნდა შეცვალო. მასთან ერთად უნდა იცხოვრო მეგობრულად. მასთან ერთად უნდა იცხოვრო და ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაცა კატასტროფაა. კარგი არ არის, ეხლა რა ჯობია იმას, რომ ჯანსაღი რაც გაქვს თავიდან ორიგინალი, ის ხო, ორიგინალი, რითი დაიბადე გქონდეს, ხო. ოღონდ ის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, სრულყოფილ მდგომარეობაში. ის რაღაცა ორიგინალი ორგანო და ახლა ცუდი არ არის სხვადასხვა გაჩნია რა კუთხით შეხედავ. სხვადასხვა მე გამიგია, რომ დიაბეტიკე, მოდი ესე ვიტყვი, ხო, თუ არ მე მგონი არ არის ეს საწყენი სიტყვა, აი რაღაცნაირად არ მინდა. დიაბეტიკი, დიაბეტიანი, როგორ ანუ დიაბეტის მქონე ადამიანი ყველაზე სუფთად იკვებება, მე მგონი. ესე გამიგია მე ყოველ შემთხვევაში ყველაზე კარგად იციან ნუტრიცია და თავის სხეულს ყველაზე კარგად იცნობენ. ხო, შეიძლება ეგრეც იფიქრო, ოღონდ აი მე სანამ კიდე
უფრო მეც გავიგებდი სრულყოფილად რომ აი რა ჯობდა რა იყო უკეთესი და როგორი საკვები მიმეღო. მანამდე მეგონა რომ ხო, მე რა კარგად ვიკვებები და რა კარგად ვიქცევი რაღაც, იმიტომ რომ საათობრივად მიწევდა კვება. როცა მანამდე ისეჭამ, როცა გინდა, რასაც გინდა, რამდენსაც გინდა და აი მე უკვე ეს საათობრივი კვება უკვე ეს გიწესრიგებს ძალიან ბევრ რამეს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ სწორად იკვებები. იმიტომ რომ თავიდან მქონდა ეგ პერიოდი ზუსტად რომ ვთქვათ რაღაცა დღეში უნდა მეჭამა 4-ჯერ, ჭამდი 4-ჯერ. და ვიკეთებდი იმდენს, რამდენსაც ვჭამდი. დაახლოებით სიტყვაზე მომიდებოდა, ძალიან ისე ვამბობ ახლა ამას, რომ აი 2 მთლიანი ხაჭაპური შემეჭამა, კი ბატონო, შევჭამდი, ანუ უარს არ ვიტყოდი მაგაზე, უბრალოდ მე გავიკეთებდი შესაბამისად იმის დოზას, რომ აი ამას მორეოდა. და ეგ გრძელვადიანად აბსოლუტურად არასწორია. არ შეიძლება ეგრე მიდგომა. ანუ არ ვიცოდი მე მაშინ რომ რა იყო, ვთქვათ, სწორი ჯანსაღი კვება, მარტო საათობრივი ჭამა, ეს არ არის ყველაფერი და აი, ჩემი ქმარი ძალიან დამეხმარა მაგაში, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძია და მე ამიხსნა თვითონ ისწავლა და მე მასწავლა და მაქსიმალურად ამოვიღე ძალიან ბევრი, თავისთავად ნახშირწყლებით, მაგრამ იმდენად ბევრი რაღაც ამოვიღე, რაც თქვა ძალიან კარგი არ არის არც ჯანსაღი ადამიანისთვის, უბრალოდ რო არაფერი არ აწუხებს, რომ იმის მერე ძალიან ცოტას ვიკეთებ ინსულინს. და ანუ დაიწყე მართვა ამ კიდევ უფრო სხვანაირად. იმიტომ რომ ემოციური მართვაც ძალიან მნიშვნელოვანია მაგის. ძალიან. აი მან სტრესის ფაქტორი არის უდიდესი, მაგას ყველა ვარიანტში შევეხებით, მაგრამ მე მინდა თავიდან დავიწყოთ რა, როდის გაიგე ეს თანდაყოლილი არ არის, მე როგორც ვიცი ხო? თანდაყოლილი არ არის. ნერვიულობაზე დამემართა. რამდენი წლის იყავი? 20 წლის. 20 წლის. გამოითვალე. ისე ფანტასტიკურად გამოიყურება ჩვენი ნაცია, არის 45 პლუსი რო იცოდეთ. აი ულამაზესად გამოიყურები. ჯერ ის მაგშენ სპორტულ მიღწევებს ასე ვთქვათ, მერე ვიტყვით, მაგრამ აი ფანტასტიკურ ფორმაში ხარ, ცქრიალა სიცოცხლით სავსე ადამიანი ხარ და 20 წლისი ვითვალოთ. მოდი ჩვენ დავჯეროთ ვითვალოთ. აი 20 წლის წინ იყო და უბრალოდ ესე ვერ მივხვდი რა მჭირდა, ძალიან გავხდი, არასდროს არ ვიყავი თუნდაც ცოტა ფუმფულან რაღაცა. ძალიან ჩვეული სტანდარტული ტანი მქონდა ესე ვთქვათ და ძალიან გავხდი და აი შემოვიარე ყველა ექიმი. თან რაღაცა თითქოს სიცხე მქონდა დაბალი, რაღაცა ესე გძნობდი ხოლმე პერიოდულად და ვერ მივხვდი რა მჭირდა და მე ძალიან შემთხვევით ვიღაცამ მითხრა. ოღონდ ერთი 2 თვე რო დავდიოდი, რაღაცა აი წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ დიაბეტის, აი საერთოდ წარმოდგენა არ მქონდა. კი ვიცოდი რომ რაღაც არსებობს. არაფერი არ ვიცოდი რა საერთოდ. ახლო სტრესით არავის არ ქონდა რა ჩემს გარშემო და შემთხვევით ვიღაცა მითხრა, იქ გადაიმოწმო მაინც და აი რო გადავიმოწმე, სადღაც 300-მდე მქონდა უზმოზე და ეს არის ძალიან ბევრი. ძალიან ბევრია რა თქმა უნდა. და ეგრევე სირბილის წადი საავადმყოფოში და მახსოვს რომ აი მართლა ესე სირბილის წადი და ვტიროდი გზაში რომ რაღაც ესე მეგონა, ეგ საერთოდ არ ვიცოდი რა დაავადება იყო, მაგრამ გაგონილი რომ ხოდა ესე მეგონა რომ რაღაცა აი არ ვიცი. მაგრამ ჩვენთან მაინც არის ეს მომენტი, რომ შიში თუ ყურ მით უმეტეს 20 წლის წინ, განსაკუთრებით შიშის მომენტი აუცილებლად იქნებოდა. ნამდვილად არის, ოღონდ აი იმის შიში უფროა, როცა ადამიანმა რაღაცები არ იცი. რა თქმა უნდა იმას ვამბობ, რომ არ არის ეს რაღაც მისასალმებელი ფაქტი და რაღაცა, მაგრამ თუმცა ისიც კი გამიგია მე ჩემი ძალიან ახლო მეგობრებისგან, რომ ხანდახან მინატრიაო რომ ნეტაო დიაბეტი მქონდეს და სხვა არაფერი მაწუხებდეს, რომ შენ რო გიყურებო, გადასარევად ხარ. ხო, მაგრამ ამ შენი გადასარევი არ არის ნამდვილად, მე ვიცი რომ მაგის უკან ძალიან ბევრი სირთულეები დგას და აი ამ შენი განწყობის უკან ეს განწყობაც რაღაც მომენტში ამ განწყობაზეც მუშაობ რო იყოს, იმიტომ რომ ესე ცალსახად აისახება შინაგან მდგომარეობაზე. ასე რომ ნამდვილად ხო, მართლა უნდა დაუკვირდეთ რას ვიოცნებებთ. აი რეალურად ეს არასდროს არ აი თავიდან იყო რომ გავიგე ეს რო რაღაც და იმოქმედა განწყობაზე თავიდან. აი მეგონა მოუკვდი. ოღონდ რატომ მეგონა არ ვიცი, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა იყო და მთელი ერთი დღე მაგ დროს ბავშვი ყავს. კი, როგორ არა, დიდია ჩემი შვილი. რა არიცი, რაღაც ის მომენტი რო გავიგე რომ ეს მჭირდა, მანამდეც ხო რაღაც სუსტად ვიყავით რაღაც, მაგრამ ეს რო გავიგე რომ რაღაც დიაბეტი მჭირს და პირველი ტიპის და რაღაცა всё მოვკვდი მეგონა რომ აი აღარაფერი მეშველებოდა საერთოდ და ის დღე ვიტირე და სულ ეგ იყო. მე ვიფიქრე რომ ხო, უნდა შევეგუო ამ სიტუაციას და მე იმდენად მარტივად გადავედი ამ შემდეგ ეტაპებზე რომ
რაღაც არც კი დამჭირდა მაგაზე ფიქრი, რომ აი ამას უნდა შევეგუო და აბა განწყობა რა არ იყო მაღლა. შემდეგი ეტაპი ნად? უბრალოდ მე ვარ შინაგანად ესეთი, რომ ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა აი ესეთი ბედნიერი ხასიათი, აი ესეთი გავრწყინებული, იმიტომ კი არა რომ რაღაცას ან ვიგონებ, ან რაღაცას ფუთავს ხვანაირად, აი ესეთი ვარ. ცხოვრება გიყვარს. ხო, ძალიან, აი მე მიყვარს რომ ის სიცოცხლის თავზე ვიყო აჰა. და სხვაც ესეთი იყოს და აი ეს გადავდო, ეს გავამრავლო ჩემს გარშემო. უბრალოდ ესე ძალიან ბუნებრივად არის ეს მოცემულობა ჩემთვის. შენს ოჯახს როგორ მიეწოდა ეს ყველაფერი? ან როგორ მიიღო? ტრაგიკულად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თან პირველ პერიოდში იმდენად რთულად იყო ეს, აი სანამ ყველაფერს დავასტაბილურებდი. მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ, რომ აი როდესაც თუნდაც შენ მარათონში რო ესე ზუსტად ესე უნდა გააკეთოთ. გახსოვს ძილის პირულზეც რო შემოდიოდი რომ აბა დავიძინეთ და აბა სასტრაფოდ თუ არ ვიწე ჩვენ და დავწოლილიყავი. აი ძალიან მეყვარს ესე როგორც ზედმიწევნით ყველაფერს გაკეთება, ხო? და მე მახსოვს აი ექიმს ოდესმე რამე თუ უთქვამს რომ აი ესე უნდა გააკეთო და თუ დამიჯერებ ეს კარგად იქნება. იმდენად მესმოდა იმის რომ ის იყო პროფესიონალი და თავის საქმე ძალიან კარგად იცოდა და მე თუ დაუჯერებდი, რა თქმა უნდა, კარგად ვიქნებოდი. აი ამას ყოველთვის ვიცავდი იდეალურად და ნუ დიაბეტის შემთხვევაში მით უმეტეს არანაირი გამონაკლისი ამაზე არ გამიკეთებია და მაინც საღამოობით ქონდა მაღალი შაქარი. ნუ ეს იმდენად ცუდად მოქმედებდა ჩემზე, რომ აი ყველაფერს ოცი თან რაღაც ახალი როა, როცილობ რომ ყველაფერში გაერკვე და მთლად ვერც ერკვევი და რასაც მეუბნება ვაკეთებ, მაინც ნუ შედეგს ვერ ვხედავ და მივედი მე ისევ ექიმთან და მეთქი აი ყველაფერს ვიცავ რაღაც და მაინც მეთქი მაღლა ადის შაქარი და რაღაც და აი ექიმებს ძალიან ცუდი ის აქვს. ნუ მაშინ ესე იყო, ეხლა ძალიან დიდად ესე ექიმებთან ესეთი კონტაქტი არ მაქვს. ერთადერთი ჩემი ენდოკრინოლოგია, რომელიც ზღაპარი არაჩვეულებრივია და მარტო იმას ვენდობი და ის მეუბნება რომ მე არაფერს არ ვაკეთებ, ამას შენ აკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ დიაბეტიანის შემთხვევაში მართლა ეგრეა რომ შენ უფრო უკეთესად იცი შენზე ყველაფერი ვიდრე ექიმა. იმან შეიძლება რაღაც უთხრა, რაღაცა კი მომენტები უთხრა და დაგეხმაროს რომ რა როგორ მართო. და იმ ექიმა მითხრა რომ იცი რა მოდაში რაღაცა წამალი მითხრა რომ ახლა მოდაში ეს არის თუ გინდა ამას დაგინიშნაო და იმახსოვს რომ ძალიან გავბრაზდი რომ ვიჩხუბე კლინიკაში რომ მეთქი ეს ხო ტანსაცმელი არ არის რომ მოდაზე მელაპარაკები ექიმი მე არ ვიცი ამდენი ამ სიტყვებით გიხო მოდაში ეს არის და ძალიან ვიჩხუბე აი ძალიან და ისეთი აღშფოთებული წამოვედი იქიდან მე დავიწყე ძებნა ექიმის რომ რაღაც მინდოდა ნორმალური ენდოკრინოლოგი ალბათ შემოვიარე მთელი თბილისი და ნუ მე როცა მივაგენი ამ ჩემ ექიმს ახლა ვისთანაც დავდივარ ესეთი რაღაცა მითხრა რომ იცი ჩვენთან ვინც მოდისო ყველა მაგას მეუბნება რომ იცი ყველაფერს ვიცავ რასაც მეუბნებით მაგრამ შაქარი მაინც მიწევს და არის ესეთი ანალიზი რომელიც 3 თვეში ერთხელ კეთდება და გლიკოზირებული გემოგლობინის დოზას იგებ ანუ ბოლო 3 თვეში სისხლში საშუალოდ შაქარი როგორ იყო ეგ არ არის ახლა მთლად იდეალურად ზუსტი იმიტომ რომ ეს საშუალო ცნება არ არის მაინც და მაინც გადასარევი არაფერში ხო ნუ მაინც საშუალო რაღაცას იგებ და გამიკეთა ეს ანალიზი, გაიკეთეო ანალიზიო და იმის პასუხით რომ მოხვალო, აი ეს თემა მე გავაგზავნოთ და კარგი თქო. და რომ მივედი მე პასუხზე, ხარი დამხდა ესეთი აღფრთოვანებული იყო, რომ მე დიაბეტი არ მაქვს და ჯანსაღი ვარო და ეხლა რომ გავიკეთო ანალიზიო, შენზე უკეთესი ვერ მექნებაო. ანუ მქონდა აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანის ნორმაში. ეს და აი სხვათა შორის მე სულ ამას ვიზომოდი ყოველ 3 თვეში ერთხელ, რაღაც და აი ძალიან მიხაროდა რომ რაღაც ის არ მინდოდა რომ დიაბეტიანის ნორმა ყოფილიყო, მინდოდა რომ ეს ჯანმრთელი ადამიანის და მაგრამ რას ნიშნავდა ეს? ანუ რა დასკვნა გამოიტანა ექიმა? ანუ ექიმა ის დასკვნა გამოიტანა რომ მე მართლა ვიკويებდი ისე როგორც მეკო, ანუ ჩემზე რაც იყო დამოკიდებული ეგ იყო. დანარჩენი დამიკორექტირა უბრალოდ ინსულინის დოზა. აჰა. და всё, საღამოს აღარ ქონდა მაღალი შაქარი. სულ ეგ იყო, ხო? აი მაგით. აღონდ პრობლემები ის არის, აი მარტო კვებაზე არ არის ეს დამოკიდებული. მით უმეტეს მაშინ მე არ ვარჯიშობდი ესე ყოველთვის ძალიან აქტიური კი ვიყავი მაგრამ აი ბოცნებობდი ყოველთვის რომ რაღაცა ცოტა ესეთი სპორტული ყოფილიყავი და მაინც და მაინც რამე სპორტი ესე არ მინდოდა დიდად მაგრამ არც მაგის გასახანი არ მქონდა თქო რომ ესე რაღაცა სპორტში სპორტული ცხოვრებით წავსულიყავი ჩვენთან რაღაც არ იყო ისეთი სიტუაცია მაშინ მით უმეტეს რომ ან დილაობით მოდი ვიძუნძულებ ან ვირბენ ან რაღაც 20 წლის წინ ახლა არ არის ჯერ კიდე და წავიდი 20 ხო მით უმეტეს ხო და აი მაშინ საერთოდ არ იყო და არც ველო არ იყო მაშინ ჩემ ცხოვრებაში და გარდა ამ აქტიური ცხოვრებისა
აი შეიძლება უბრალოდ ღამე რაღაცა სიზმარი ნახო ისეთი, რომ დილას გავიღო და ძალიან მაღალი შაქრით, იმიტომ რომ ნერვიული ხო. ფაქტორი ამას ძალიან მოგხაი. აფორიაქებულმა გაიღო. ხო. და ირო ახსენე ოჯახმა ტრაგიკულად მიიღო. მშობლებზე იყო საუბარი თუ შენს ოჯახზე დედა ჩემი, მეუღლე შვილი? არა, ჩემი შვილი, აი ყველა, იმიტომ რომ მაინც არ იციან რა არის, უბრალოდ იციან რომ აი ამით უნდა იცხოვრო და აი დედა ჩემი არ ვიცი მე, და არანორმალური იმის და ნერვიულობა ხო შენზე სტრესი ძალიან იყო. მოქმედებდა. კი, მაგრამ მე ხო მაინც ისეთი ვარ, რომ ვცდილობ, რომ ეს რაღაცა პირიქით იმათ დაატრიალო. მოთხოვიმე, ეს არაფერია და რაღაცა. განა იმიტომ რომ რაღაც მოვატყუან ისე ეგონოთ. უბრალოდ მართლა მჯერა, რომ ეს არაფერი ისეთი არ არის. უბრალოდ სწორად მიუდგები ეს, მაგრამ დედა ჩემი ძალიან განიცდის დღემდე მაგას მაინც. და აი ყოველთვის ესე ზუსტად საათებში მაშინ ისეთ ნემს ვიკეთებდი, არ იყო თან კარგი ინსულინები იმ პერიოდში და აი ისეთ ვიკეთებდი, რომ ზუსტად უნდა გეჭამა საათობრივად. და აი ზუსტად ისე უნდა გაგეკეთებინა, ჯერ ნემს უნდა გაგეკეთებინა, მერე უნდა გეჭამა რაღაც დროში. და აი ძალიან რთული იყო, ეხლა ისეთი წამალი მაქვს, რომ საერთოდ არ არის საჭირო ზუსტად აი დღეში ზუსტად ამ საათებში ჭამო, როცა გინდა მაშინ შეჭამ. ანუ ბევრად მოქნილია ეს და ეხლა თანამედროვე წამლები ამაზე კიდევ უკეთესებით არსებობს. ну ძალიან კარგია, მაგრამ აი მაშინ ეს მომენტი ძალიან ისეთი იყო, რომ წამალზე ვიყავი დამოკიდებული და რეალურად ჩემი ცხოვრება თავიდან ავაწყე ისე, რომ წამლის გარშემო. სადღაც, არა, მაგაზე კი არ იყო, აი ძალიან სასაცილო ის იყო, რომ სადმე თუ მივდიოდი, იცით რა, აი ამ საათიდან ამ საათში ყვება მაქვს და აი ყოველთვის საზღოდი ჩემი ცხოვრება არსებობდა ერთი ჭამიდან მეორე ჭამამდე. ну არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ ну სხვა გზა არ გქონდა, ესე შევძელი აწყობა რა. მოკლედ კომაში ვიყავი 3 ჯერ და მთელი ამ 20 წლის განმავლობაში, ну კომასთან მიახლებულიც კი ყოფილი ვარ, მაგრამ ეს იყო ჩემი ოჯახისთვის მართლა აი იმ ხელა დარტყმა და ისეთი ტრაგედია და რაღაც. პირველად რომ კომაში ჩავარდი, მეძინა. ანუ შუაღამისას და მე არ ვიცი რატო, ალბათ რაღაც აი დედის ინსტინქტი რაღაც ეგეთი, დედა ჩემს გაეღვიძა. ამ დროს ოჯახთან ცხოვრობდი შენეთია? და დედა ჩემმა ყოველთვის იცოდა ესე, ღამე თუ გაეღვიძება და უნდა მოსულიყო აუცილებლად დაეხედა ყველასთვისაც თვითონ რა. და აი არც არაფერი გაუგონია რამე განსაკუთრებული და რაღაც და რო დამხედა რაღაცა კანკალებდი საწოლზე. როგორც დამინახა. ანუ აი არ ვიცი რაღაც საშინელებათა ფილმებში თუ გინახავს, რომ ადამიანი რომელსაც თვალები ატრიალებული აქვს და ვაშე განაცრიცხებებული. ან შენ ვერც მიხვდիր ეს როგორ და არ ვიყავი რეალურად. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ მიხვდებოდი და იმის გამო რომ ვეღარ სუნთქავდი და კუნთები იყო ძალიან დაჭიმული, ესე დაგძაგებდი საწოლზე და სასტრაფო რომ გამოიძახეს, სასტრაფოც რომ ცდილობდა რომ რაღაც ნემსი შეეყვანა სადმე ვენაში, სკდებოდა ვენები, იმიტომ რომ უკვე ძალიან ну რეალურად ანუ სანამ სასტრაფო მოვიდო და აქამდე შენ კანკალებდი და დედა შენ ამას უყურებდი. დედა ჩემმა მითხრა რომ რაღაცა ხო, აი ეს ყველაფერი, არ ვიცი მე როგორ უნდა იმას ეკნათ, როგორ უნდა აეტანათ, აი ჩემი შვილი ამას რომ ხო, ამას რომ მე ამბობდა რომ ექიმაო ბოლოს რო თქვა, უკვე მე რომ კარგად გავხდი და ბოლოს რო თქვა რომ კომიდან გამოვიდაო, ესო კომა თუ იყო არ ვიცოდი და მე ინერვიულა მაგაზე. და რა ხლა იყო შვილი მაშინ? იგი არ მახსოვს მაშინ ამდენი წლის იქნებოდა. ალბათ 14-15. ანუ შენ რო გაიგე ეს დიაბეტის დიაგნოზი, იქიდან კაიხნის მერე დაგემართა ეგ პირველი კომა? იქიდან რამდენიმე წლის მერე. ხო, ანუ ეგრევე არ დაგმართა. არა, ეგრევე არა. ანუ მან უკვე დაახლოებით იცოდი როგორ გემართა. კი, დაახლოებით. თუმცა მაინც მოხდა ეს. ხო, უბრალოდ რაღაცა ესე იყო, რომ რაღაც ცოტა მეტი მომივიდა გაკეთება. ანუ ეგეც ძალიან ისეთ თვითონ ის წამალი არისო, აი მოსახერხებელი ეხლა ხო ვთქვი რომ ეხლა რა წამალის მაქვს სიტყვაზე, როცა მინდა მაშინ შევჭამ და იმდეს გავიკეთებ და ის წინასწარ უნდა გაგეკეთებინა, მე რაღაცა დრო გასულიყო, ანუ ცოტა რაღაცა ისეთი იყო რა. ეს კომა როგორი შეგრძნება არის? ტკივილი შეგრძნება არის თუ? არა, სხვათა შორის. ანუ აზრზე რომ მოვედი უკვე, დავინახე რომ დედა ჩემი ესე ღამის პერანგში და სისხლიანი სულ და ეგრევე ამივარდა ტირილი რომ ის მე მძინავს აქ თან ვერ ხვდები რა ხდება მე მძინავს აქ და დედა ჩემს რაღაცები დაემართა თურმე და მე არ ვიცი თქო და უკვე მე რომ აზრზე მოვედი რო გამისინჯე შაქარი მქონდა 21 ანუ 21 ჯერ ისეთი დაბალია რომ წარმოუდგენელია
არ შეიძლება. ანუ ტვინის უჯრედები გვდება მაგ დროს არ შეიძლება ეგრე ძალიან დავარდნა, მაგრამ და ამაზე დავარდნილი იყო, როცა კომაში ხო, იყავი ძალსახად. ამაზე დავლა იყო, მაგრამ კარგი ის არის, რომ თლათ ისე არ იყო, რომ მინუსებში არ იყო წასული, რომ ცოცხალი მაინც დარჩი. ერთხელ იყო, რომ დილას ესე მიწევდა ხოლმე სამსახურის გამო, დილის დოზები, ნემსები ორ ნემს ვიკეთებ, ერთი არის 24 საათიანი მოქმედების, რომელსაც დილას ვიკეთებდა დღეში ერთხელ და მეორე, რომელსაც ყოველი ჭამის წინ ვიკეთებდი და ეს გავიკეთე დილას, ნემსები როცა გამეკეთებინა და ყოველთვის დედაჩემი დგებოდა ჩემზე ბევრად ადრე, მიმზადებდა საჭმელს და ზუსტად მაღვიძებდა ისე რომ აი საჭმლის ტემპერატურა იყო იდეალური რაღაც და ყველანაირად რომ ხელს მიწყობდა ყოველთვის და მე რო ესე გავიკეთე, მეძინებოდა და ისევ გავაგრძელე ძილი და გამაღვიძა დედაჩემ, მაგრამ ვერ ავდექი. და რო ავდექი უკვე ცოტა ხანში რო ავდექი, რაღაცა ესე ვიყავი რა მეძინა. აი მეგონა რომ მეძინა უბრალოდ და სანამ იქამდე მივედი, დავიქეცი. აი საერთოდ ანუ არც ეგ არ მეგრძვნია და მე უბრალოდ რო მოვედი აზრზე, ისევ სასტრაფო იყო მოსული და მეორეთაც ანუ ამის მართვა შეუძლებელია სასტრაფოს გარეშე? ამის მართვა არა, შესაძლებელია სასტრაფოს გარეშე. უბრალოდ რაღაც კბილი წყალი ან არის გლუკოზები, რომლებიც პირდაპირ შეგიძლია ალბათ იყიდება, მაგრამ საერთოდ არც გამჩენია იმის მერე სურვილი, რომ ეგ მეყიდა, პირიქით უფრო ის ვიფიქრე, რომ მე თვითონ უნდა ვიყო ცოტა უფრო ესე ფხიზლად. სხვა შორის კოკოლაც ძალიან შვილის არაჯანსაღია, მაგრამ იმისთვის რომ იმწამს ხო. და ანუ ეს კომები იყო აი ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ყოველი ეს სამჯერ რომ მქონდა, სამჯერვე აზრზე რომ მოვედი, იმდენი ვიტირე და ჩემი ტირილი ყველაზე მეტად იმის გამო იყო, რომ შემრცხვა, რომ ესე აი გავითიშე და რაღაცა როგორ არ შეგიძლია შენი თავი მართო, ხო, რომ ესე აი აქამდე არ მიხვიდე. ეს ხო რაღაც სპეციალურად არ აკეთებ, მაგრამ საკუთარ თავს რამხელა რაღაცას თხოვდა. მაინც ისეთი მაინც დაავადება ქვია და შეიძლება მართლა ისეთ დროს შემოგიტრიალდეს, რომ ეგ წნეხი მე მგონია, რომ არ უნდა დააკისრო. უბრალოდ ახლა როცა ხედავ მართლა შესაძლებლებს, რომ აი ეს ეგ ინერვიულებს და რაღაცა დაართულია. ხო, შენს გარშემო ანერვიულებ და ნუ ახლა შემჩნევთ რა სასიამოვნოა. ახალგაზრდა გოგო. ხო. ესე უნდა ვითიშები რა. არა, ძალიან სასიამოვნო, ნუ რა თქმა უნდა, ახლა სპეციალურად არ გინდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა მაინც ხდება, ხო. რა, ანუ თვითონ პროცესში რა ხდება? კომის პროცესში შენ რაიმეს ხედავ? ეხლა მე რაღაცა ცოტა იმაში გადავედი, მაგრამ რა იქნება არის მართლა, რომ სადღაცას გადიხარ მართლა. დანარჩენი ეს სიზმარს ხედავ, ან აი რა ხდება? აი, მეორეზე არ მახსოვს ესე უცებ რომ გავიჩი, იმიტომ რომ ისედაც მეძინა. ასედაც მეძინა, ისედაც. აი, პირველად რომ ეს დილშიო დამემართა, სიზმარს ნახულობდი ცოტა ისეთ რაღაცნაირს, რა მაშინ რაღაც ალბათ ფილმებსაც ეგეთებს უყურებდი, ახლა საერთოდ აღარ უყურებ ფილმებს, ცოტა ისეთი ფანტაზიის სუნარის მქონდა, არანორმალური. და რაღაც ესეთი სიზმარი ვნახე, ეგ სხვათა შორის მე ფსიქოლოგთანაც ვიყავი, იმიტომ ვიყავი, რომ რაღაც გავიგე რომ არსებობდა ესეთი რაღაც, რომ რადგან ნერვიულობაზე დაგემართა, შესაძლებელია რომ ის რაღაცა სხვანაირად წარიმართოს ფსიქოლოგიის დახმარებით და რაღაც გამოვასწოროთ ეს და მახსოვს რომ ერთი ნემსი მაშინ მომიხსნა კიდეც. ამ თავისი რაღაც აღარ მახსოვს რამდენი ეს გავიარე სეანსი თერაპია. სადღაც 10 თუ 20 არ მახსოვს და ნუ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდი და იმას მოუყევი ეს რომ ზუსტად ამ კომის დროს სიზმარში ვნახე რომ სადღაც თვითმფრინავიდან ვიყურებოდი და ძალიან დიდი ბასეინი იყო ტროპიკულ ტყეში, არაჩვეულებრივ ტროპიკულ ტყეში და ამ ბასეინში ეყარა ძალიან ბევრი დახოცილი ადამიანი. და სულ რაღაცა შავი ხალხი და ესე დავდიოდი გარშემო და ვუყურებდი და არ შემიძლია ესეთ რაღაც ყურება. და მე რაღაც ამ დიდ ფოთლებში მზე გამოვიდა სადღაც ამ სიარულში და მე იმას გავყევი მახსოვს. აი ეს იყო მთელი ჩემი რაღაც და მე-13 რო ვიყავი კომაში, მაშინ ის ძალიან სხვანაირი მომენტი იყო. კიდე სამსახურში უფროსმა არ გამომიშვა. რომ აი ცოტა ბარემ ესეთ გავაკეთოთ და ნუ რომ გავაკეთეთ ეს ყველა მაშინ ბუღალტერიას ვაკეთებდი, ძალიან არ მეყვარდა, იმიტომ ვაკეთებდი, რომ უბრალოდ უნდა მემუშავა და თვითონ წამომიყვანა სახლში თან. და გზაში ვიგრძენი უკვე რომ რაღაცა ცოტა სადღაც ვითიშები, სადღაც მივდივარ და მახსოვს რომ ჩემს სახლს რომ მიუახლოვდით,
ვეღარ ხვდებოდი სად ვიყავი. აი რაღაცა ნაცნობია თან არ არის ნაცნობი და ეს მიხვდა რომ რაღაცა ვერ ვიყავი კარგად და დაურეკე რა შენებსო და არ მახსოვს როგორ ავკრიფე ჩემი შვილის ნომერი, ჩემ შვილს დაურეკე, ვუთხარი რომ მეთქი ცოტა ესე ვარ და ჩემ უფროს მოვყავარ და ვერ ვუთხარი მე ვერაფერი და თვითონ დაელაპარაკა ეს ჩემ უფროსი და უთხრა სადაც ვიყავით. და თურმე ეს ჩემ შესახვედან ავივლით, ჩავივლით და ვერ ვცნობ სადნა შევხვი, ამიტომ რაღაცა ანუ შენ გათიშული ვიყავი. გათიშული ხარ. ხო, მაგრამ ბოლომდე გათიშულიც არ ვიყავი, რაღაცა სიზმარში რო ხარ, რაღაც ეგეთი იყო და ეს როგორი გონების რაღაც დაბინდვას რო მახსოვს. ეძახიან, გონ. ხო, აი რაღაც ეგეთი იყო და მახსოვს რომ ესე მანქანის შუქებზე ჩემი შვილი და დედაჩემი დავინახე და მე რაღაც ესეთი იყო რომ თითქოს რომ რაღაც ღვთიურმა ხელმა რაღაცა ტკბილი ჩამიდო და სიცოცხლის რაღაცა ჩამიდო პირში და აზზე მომიყვანა იმან ნენაზე შოკოლადი შემაჭამა ჩემმა შვილმა. აი მე მეთქო. ხო, ანუ ეგ იყო და მე სასტრაფო მაინც უკვე გამოძახებული ტყავდათ რაღაც და ეს ვაიმე რა სასწაულაღაც ისტორიას ყვები. ნათი შენ შვილზე როგორ ფიქრობ ეს რაღაცნაირად ცოტა ან ნეგატიურად ხო არა ისახა ან ზოგადად გისაუბრიათ ამ თემაზე? ამაზე ესე განსაკუთრებულად თვითონ ხო არა აქვს მე აი რაღაცის შიში ხო არ დაემართა იმის მერე? არა, უბრალოდ განიცდის იმას, რომ აი ხა ესე რომ ჩემს გარშემო ვინმეს კონდეს მეც ესე ვიქნები, რომ უბრალოდ სულ ყურადღებით, უფრო მეტად დაძაბული, რომ აი ხა რამე ხო არ ჭირს და რაღაც და აი მე მაგით ძალიან წუხდები, მართალია, მაგრამ აი თუ რაღაცა აი ერთი წამითაც რო გავჩერე, დედაჩემი ეგრევე ცუდად ხო არ ხარ და ეს უკვე აღარ შემიძლია ეს ცუდად ხო არ ხარ. ხო. იმიტომ რომ მესმის. ხო იმისით მესმის, რომ რა თქმა უნდა ნერვიულობს, რომ რაღაც აი დედაჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ოღონდ მე მარტო არ დავრჩე ღამე. იმიტომ რომ რა ვიცი, ყველაფერი ღამე რატო უნდა დაგემართოს, მაგრამ ხო შეიძლება, იმიტომ ნუ რომ ერთხელ რო ფაქტი იყო, ეთქობა უკვე რა მაგას. თქმა უნდა, ხო სულ ესე ჰაერიდან არ აქვს. ნათი, ეხა როგორია შენი კვების რაციონი? როგორ იკვებები? აი რა ისწავლე, რა გასწავლა აი ამ ყველაფერმა? მაგ ყველაფერმა ის მასწავლა, რომ ნახშირწყლები ამოვიღეთ. ნახშირწყლები ამოვიღეთ სრულად. ნუ ბურღულეულს არიღებ საერთოდ? არანაირ ბურღულეულს არ ვიღებ. არიღებ. არა. ჩემი ძირითადი საკვები არის უფრო სალათები, ოღონდ სალათები არის 1000-ნაირი. ალბათ რაც კი ამბოსტნეული არსებობს ყველაფრით. და ნუ ძალიან მრავალფეროვანი გამოდის. ნუ ხორცი ძალიან დიდად არ მიყვარს მე საქონლის ხორცი, მაგრამ მაინც მიწევს, იმიტომ რომ ჩემი ენდოკრინოლოგი სულ მაძალებს, იმიტომ რომ B ჯგუფის ვიტამინები, ეს რაღაც და გემოგლობინისთვისაც და მოკლედ ბევრი რაღაცის სჭირდება და აი ამაზე ძალიან ისე და ნუ ვცდილობ მაინც ვჭამ და ქათმის ხორცით ძირითადად. ანუ დღეში რამდენჯერ ჭამ ხორცს? დღეში ერთხელ ჭამ ხორცს. დღეში რამდენჯერ ჭამ სულ ჯამში? სულ 2ჯერ ან მაქსიმუმ 3ჯერ. ოღონდ გააჩნია იმ დღეებს. ეხლა თუ ველოსიპედით ვარ გასული, აი შემიძლია თან ხაჭაპურიც ვჭამო, რაც მოხერხდება, იმიტომ რომ ეხლა ესე ყოველთვის ვერ ვატარებ თან სხვადასხვა ისეთ საჭმელს და სალათებს და რაღაცებს, მაგრამ აი ყველაფერი შემიძლია ვჭამო, თან ისე რომ ნემს საერთოდ არ ვიკეთებ. ვეღარ ვიკეთებ ნემს, აი ველოსიპედზე როცა ვარ, იმიტომ რომ სანამ ეს საჭმელი გადამუშავდება და იქ ინსულინი დაჭირდება და რაღაც ისედაც პირდაპირ მოიხმარს ორგანიზმი ისე რომ იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა აქტიურებს აი ამ გლუკოზის ტრანსპორტერ პროტეინებს, უბრალოდ ჩვენ რასაც ვეძახით, რომელიც ხო, ამასინათ, რომელიც ინსულინის გვერდისავლით შეიყვანს ამ შენ შაქარს კუნთებში. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა, რასაც შენ მიაგენი და აი მართლა გულით მიხარია რომ შენ არ აი, იმიტომ რომ მაგასაც ნების ყოფა უნდა, როცა განსაკუთრებით შაქრისა ესეთი მიმოცვლა გაქვს, რომ ადგე და ვარჯიშისთვის რო გამონახო. ეხლა შენ ჰობი გაქვს ნაპოვნი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ სანამ ჰობის იპოვიდი, შენ ვარჯიშობდი და ძალიან აქტიურად შენმა მარათონმა მაპოვნინა სხვათა შორის. აი მაგდონეზე რო მე რო ვარჯიშობდი, მაშინ ხო ესე აქტიურად ველოთი არ დავდიოდი, მით უმეტეს რო ჩაკეტილები ვიყავით, ნუ სულ თავიდან სანამ და ეს დაიწყება და მარათონი სანამ დაიწყება და მანამდე იმ გამოწვევებში. ხო. აი მაშინ იყო მარტო სამსახურში დავდიოდი ველოსიპედით, ანუ ეგ ცალკე ეს იყო კიდე სასაცილო სიტუაცია, რომ ადრე მივდიოდი სამსახურში იმისთვის, რომ ეს შენი მარათონის რაღაცები გამეკეთებინა, სხვანაირ დრო არ მქონდა და იქაც პრეტენზიები ქონდათ ველოთი რო დავდიოდი და არა და მიხაროდა რომ მეთქი რაღაცა ველოთი რო დავდიოდი რა პრეტენზიები ქონდათ კაცო? აი ეგეთი რაღაცებიც იყო, რომ ქართველებს ხო რაღაცა ისეთი გვაქვს, რომ აი თუ შავი დიდი ჯიპი არ არის
ახლა ტეხავს ჩვეულებრივი არა, მე მახსოვს მე ბანკში როდის იყო რომელ წელს იყო რომ ველოსიპედი დავდიოდი ქუსლებზე. ხო, მაგრამ პირიქით ჩვენ მაშინ რაღაცა ეს ეკო ემაზე ქონდა გადასვლა და რაღაცა ეკოსისტემებს ვაწვევოდით, ეკოლოგიურობას და მანქანის ნაკლებ მოხმარებას. ეგ ნებისმიერ ეხა მით უმეტეს და თუნდაც მე როცა დავიწყე მაშინაც 2011-2010 წლებზე არის საუბარი. კი, მაგრამ ნუ მე შემხვდა ისეთი სამსახური სიტუაცია, რომ რაღაც პოზიცია ქონდა რაღაცა ისეთი პიარ-მენეჯერი ვიყავი, მაგრამ მაგას ანიშნულობა და ანუ ველოსიპედით არ უნდა მოხვიდე პიარ-მენეჯერი. ცოტა ძალიან ტეხავდა და ძალიან კაი იყო ჩემთვის. ხო, იმიტომ რომ რა ვიცი, იმდენი ადამიანისთვის ვარ мотиваცია ჩემს გარშემო, აი მართლა ძალიან მსიამოვნებს და ძალიან მიხარია, რომ ერთი კი არა мотиваცია აქვთ და მართლა უხარიათ და სიამოვნებთ და ნეტა ესე ვიყო და რამდენს უთქვამს, თუნდაც აი შენ რო დაიწყე ჩერის მარათონი, მეც რომ მაშინ დამიწყო, ეხა სად ვიქნებოდი და მაგას მეუბნება ყოველ ეტაპზე, რომ აი ეხა რამდენი ხანია რაც ვარჯიშობ, ეხა რამდენი ხანია ну გაგიჟებას რო იყო. ეხა 65 თვე რაც. ოღონდ პერიოდულად შუაში ნათია, სულ ჩვენთან იყავი, მაგრამ რაღაცა თვეები იყო, როცა ვერ ვარჯიშობდი, ხო? ერთხელი იყო. ხო. ერთი თვე იყო, როცა ვერ ვივარჯიშე, იმიტომ რომ ოპერაცია გავიკეთე, ზუსტად კოვიდის პერიოდი იყო. მაგასაც მინდა შევეხოთ. აი ოპერაცია, მე მახსოვს შენ რომ ოპერაცია გაიკეთე, პირველი ეგ კითხე გახსოვს, რომ აი ამ დაავადებაზე ხო ცნობილია, რომ ოპერაციები არის ძალიან საშიში, საფრთხილო, იმიტომ რომ შეხორცება არ მიდის ისეთივე პროცესი და ისეთივე სიჩქარით, როგორც ჯანმრთელ ადამიანში. შენ შემთხვევაში როგორ წავიდა ეს ყველაფერი? რა ვიცი, როგორც ჯანმრთელ ადამიანში. ძალიან შევი გოგო იმიდა ძალიან კარგად წავიდა, იმიტომ რომ მე მთლად ეგრე არ უყურებ, რომ აი ეს დიაბეტიანისთვის არაფრით არ შეიძლება და აი ეს ექიმიც ისეთი კარგი შემხვდა მე, რომ თავის დროზე რო უთხარი, რომ რაღაც ხო იყო ჩამოწერილი, რომ აი რაღაცები რაც დიაბეტიანმა არ უნდა ჭამოს, არავითარ შემთხვევაში, რაღაცები რაც უნდა ჭამოს და ამ არ უნდა ჭამოში იყოს ყურძენით. მეთქი როგორ მიყვარს და ნუ ამიკრძალეს რაღაცა და ეხა იმას როგორ შევჭამ და 3 წელი ისე გავიდა, რომ ყურძენი აღარ მქონდა ნაჭამი და აი მენატრებოდა მართლა ესე და ამ ექიმთან რომ მოვხვდი და ეს ყველაფერი ჩემი ანალიზებით და რაღაცით რომ გაიგო რა როგორ იყო, მის ხელ შეგიძლია ვიცი ცოტა მაინც შეჭამო ხოლმე, არისო ესეთი სასტიკი აქვს და მაქსიმალურად შენზე უნდა მოირგო, ოღონდ ისე რომ არ დაზიანდა. ეხა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იცი რა, ისე მიყვარს ხაჭაპური, რომ 5 უნდა ვჭამო დღეში. მაინც დავზიანდები მაგით, ხო? შესაბამის კი გავიკეთებ, მაგრამ ეგ არ არის, ხო? მაგრამ ანუ შეგიძლია რომ თლათ ესე არ ამოიღო. და რაღაცა ხო, ცოტა რაღაცა ხანდახან მაინც თუ ესე ძალიან მოგენატრება შეჭამო. ანუ ეგ არ არის პრობლემა. და აი რა ვიცი. ეხა ჭამ ყურძენსაც ხარ ხაჭაპურსაც და გემრია. კი, შემიძლია ვჭამო, უბრალოდ ეგეც მის ამბავია, რომ აი მაშინ კიდე სხვანაირად უყურებდი, რომ რაღაცა რა შეიძლება იტანჯები და ეხა გაცნობიერებული როცა გაქვს, რომ ეს ამა შენთვის რა ზიანი მოაქვს. ეს როგორ ფიქრობ, ნათ, გამოცდილება მოგიტანა თუ ამის სწავლა ადრეულ სტადიაზე, აი დაავადების აღმოჩენიდან ადრეულ სტადიაზე შესაძლებელია, როგორ ფიქრობ? შესაძლებელი იყო, იმიტომ რომ მე როცა სანამ ექიმზე ვიყავი დაყრდნობილი და რეალურად არაფერი ინფორმაცია არ მომცადა, მოდაზე მელაპარაკებოდა, ნუ ეგ ცოტა ესეთი მომენტი იყო, რომ მე თვითონ დავიწყე მერე ძებნა. და ნუ ინგლისური მთლად ძალიან კარგად არ ვიცოდი მაშინ, ფრანგული სპეციალისტი ვარ, ფრანგული ვიცოდი, ფრანგულად ვეძებე ეს ყველაფერი, მერე ცოტა ინგლისურათაც და მერე ნუ ყველა ენაზე რაც კი რამე შემეძლო და რაღაცა ანიმაციური ფილმების დონეზეც ჰქონდათ გაკეთებული. ახლა ჩვენთან არ არის მაგდონეზე და ევროპაში აქვთ მაგდონეზე, რომ ბავშვებისთვისაც კი რომ ძალიან გასაგები იყო ზუსტად მაშინ რა პროცესები ხდება ამ დროს და აი მახსოვს რომ ისენი რომ ვნახე, ისე კარგად მივხვდი ყველაფერს და ისე კარგად გავიგე, რომ ელემენტარული შეუძლია ეს ექიმა გითხრას რატომღაც ესე გონია რომ ყველამ უნდა იცოდეს ეს რაღაც ისეთია, მაგრამ შენ თვითონ თუ მოიძიებ ადამიანი და ამაზე რაღაცებს გაიგებ, ხო, ინფორმაცია თუ გექნება, მაგას არაფერი ჯობია. ან თუნდაც ისეთი ადამიანისგან, ვინც თქვა გამოცდილება აქვს და რას როგორ მიყვება, ნუ ესეთი ადამიანების გამოცდილება დაგეხმარება, რა თქმა უნდა. და მე მგონია თან განწყობა არის, მე მგონია რომ აი უშველებელი. მე მგონი რომ ეგ ნახევარზე მეტი განწყობაა, მე მგონია რა. ეხლა შენი განწყობა აი ამ შენი მდგომარეობის მიმართ არის, რომ რაღაცა შენ ნაწილად გახადე კი და თითქოს შენი ორგანიზმიც რაღაცა ჯიგრულად ადაპტირდა ამ ყველაფერსთან და
ხო, რა ვიცი, აი როცა გიწევს ესე ამასთან უნდა იცხოვრო, მე რაღაცა გზების ძებნა არც დამჭიროებია. ალბათ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, მაგრამ აი ვთქვათ, ვიცნობ ადამიანებს, ვისაც აქვთ დიაბეტი და რაღაც და თუნდაც იგივე, აი რას აკეთებ ესეც, რომ ესე მშვენივრად ხარ და პატარავდები კი არ იზრდები და რაღაცა, აი რაღაცა ყველაფერზე ისეთი ხო. რაღაც ყოველთვის რომ ირჩევია რა, მე რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ და რაღაც ყველას ერთნაირად არ მოქმედებს და ალბათ ზუსტად იმიტომ, რომ განწყობა გაქვს, ხო. განწყობას განწყობა. ვერით შენ არ რა. გაქვს მსხვერპლის როლი მორგებული აი ამ არანაირი. დაავადების მერე რა. შენ გაქვს რომ всё არის და არის. მივიღეთ, გავაგრძელეთ ცხოვრება. კი და მით უმეტეს როცა იცი რომ იმდენად მარტივია. ანუ არ არის რთული რომ გააგრძელო ცხოვრება და ძალიან კარგად და ძალიან ჯანსაღად და გადასარევად იცხოვრო და ძალიან გაყვე მაგარი. ამით. ნათ, მინდა რომ მაინც მიუბრუნდეთ კვების რაციონს რა. 2-3ჯერ ვიკვებებ. დაუშვათ აი არა ვიღოთ რა, վել გასვლები, მაგას აუცილებლად მაგაზე მოგაყოლებ აუცილებლად, იმიტომ რომ ეგ არის შენი passion როგორ არის, შენი ვნება და შენი სიყვარული და მაგაზე უეჭველი გალაპარაკებ. უბრალოდ ახლა მინდა აიღე ერთი ჩვეულებრივი სამსახურის დღე, უბრალოდ ველოსიპედ მიდიხარ, ველოსიპედ მოდიხარ, მაგრამ რას ჭამთ დღის განმავლობაში? კონტეინერებით დადიხარ? კი, კონტეინერებით დავდივარ ყოველთვის. დღის განმავლობაში რას ვჭამ? სალათი მიმოქვს. სალათი ვთქვით. სალათი, ძროხის ხორცი, ქათმის ხორცი. არა, ძროხის ხორცი უბრალოდ სახლში. ქათმის ხორცი უბრალოდ მოხარშული, არაფერი ზედმეტი, აი თქვა თან ესე სტანდარტულად უფრო ხშირად რაც მარილს უშვები? ძალიან ცოტას თავიდან და მარილს კი, იმიტომ რომ ეს მინერალები ძალიან ძვირფასი რამეა. არ არის ეგ ცუდი ტიპი. კი, არ არის, არ უნდა ებრძოლო. არა, ჩვენ ძალიან სტანდარტულად რაღაც მაგაზე იყო რომ უიმე მარილი არ ვარ გადა რაღაცა. ამ დროს თეთრი რო იყო და რაღაც შაქარს ვოგავდა, ალბათ შაქარში აერიას თქობ ვშობდი. და ნუ ეგ არის და ხილი. რა ვიცი, ხილსაც ბევრს დილ უზმოზე იკვებები თუ უზმოზე არის? გაჩნია, თუ შაქარი მაქვს დაბალი, რაღაცა უნდა შევჭამ აუცილებლად. და რა არის რაღაც? ყავასთან ერთად. რა ვიცი, ეხა მაგალითად შოკოლადის ბარია, რაღაც ენერჯი ბარები როა, იმას ჭამ შოკოლადის კი არა, ნუშის. შენ სახში აკეთებ თუ ყიდულობ? არა, ყიდულობ. ხო. ესე ყველაფერს რომ თქვათ, აი 100% ესეთი ძალიან ზეჯანსაღი, არა, იმიტომ რომ მაშინ ეს საერთოდ უნდა ვისუნთქო და რაღაცა და თქვათ და ხო, მაგრამ იმიტომ რომ შენ გაქვს ზეჯანსაღი ფიზიკური აქტივობა ძალიან აქტიურად შენ ცხოვრებაში. და ანუ მაგიტომაც მე მგონია რომ მაგიტომაც აძლევ ამ რაღაცეების უფლებას თავს. ხო, შეიძლება. აი მირჩევნია რომ მაგაზეც კი აი მაქსიმალურად იდეალურ კონდიციამდე მივიდე, მაგრამ აი მთლად ყველაფერს ერთიანად ვერ აკეთებ. ვერ, რა თქმა უნდა. ცოტა რთულია. თან მით უმეტეს რომ შენ გაქვს სრული დატვირთვით სამსახური, ხო? ანუ 8 საათი, დღეში 8 საათი მუშაობ. დილას 7:30-ზე ვიღვიძებ, იმისთვის რომ დილას ეს სალათები გავაკეთო, რაღაც გავამზადო, ჩემთვის და ჩემთვის ორივესთვის ეს კონტეინერები რომ წავიღოთ მას და აი ეხა კიდე ცოტა უფრო ადრე გადმოვწიე, გაღვიძება, იმიტომ რომ იქ ფიტნესის ვარჯიშიც მოვასწრო. იმიტომ რომ ვერ ვახერხებ საღამოს რომ სახლში მიდივარ უკვე ძალიან დაღლილი ვარ და თუ შაბათ-კვირას კიდე ველოთი იმდენს დავდივარ რომ მე აღდგენა მჭირდება და ცოტა ისე მინდა ხოლმე რომ აი რაღაც კვირაში 3 დღე მაინც ან რაღაც ანუ როცა ველოთი არ არის ესეთი დატვირთული მაშინ მაინც ნორმალურად იკვება. კი. არა, კვებაზე არ ვამბობ. ფიტნესით რო ვივარჯიშო, ანუ დილის ადგომაზე ვთქვი ეგ რა. კიდე უფრო ადრე გადმოვწია ადგომა და ნუ დაძინებაც კიდე უფრო ადრე გადმოიწია, მაგრამ აი იყო ეხა პერიოდი, მაგალითად ეხა სვანეთი მოვიარეთ, მანამდე კიდე იტალია და იმდენად ზედმეტად დატვირთული ვიყავი, რომ მე უკვე ფიზიკურად არ შემეძლო მეტი რა, აი რაღაც ადამიანს გაქვს რაღაცა ესე ვთქვათ 3000 კალორიას რო დახარჯავ ერთ ველო რაიჩი, ისინი აუცილებლად უნდა აინაზღაურო და ხა ეგრევე უიმე იმიტომ რომ ეს მოსაბწიჭკი მაქვს, მაგიტომ ვერ ვივარჯიშებ რა. კი ვიზავ, მაგრამ მაგით მე მგონი თლათ კარგსაც არ ვუზავ ჩემს ორგანიზმს. ამასაც რაღაცა შესაძლებლობები აქვს. კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, მოდი გადავიდეთ ბარემ ველოზე. როდის აიღე პირველად ველოსიპედი და როდის დაჯექ? ნუ სამსახურში ეს მაშინ ხო 2017-დან დავდივარ ველოთი, ოღონდ ის იყო სრულად არასერიოზული სიარული, იმიტომ რომ მარტო სამსახურში წამოდი და შაბათ-კვირას ეს ძამ გაგეჩვენე, სერიოზულად რას ეძახის იცით? მე ცხოვრობ ზაქარ მოიცა ზაქაროს რა უჭირს რეები აქვს მოვლილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წელს ქონდა ჩერის მარათონის იუბილე, 5 წლის გახდა პროექტი და აი საგურამოს ზემოთ არის კიდე 10 წუთით სავალი და იქ ამოგვადგა ნადია ველოთი.
საერთაშორის ძალიან გიჟი ყველაზე ხარ. ადრე მოვედი, იმიტომ რომ იმაში იყვნენ, ყველა საცობში იყვნენ. მართალი ხარ ხო ისი საცობში იყვნენ. საცობში იყვნენ, სასტიკი საცობი იყო და ისე რომ მეც კი რო გამიჭირდა გვერდის როგორ გადადგე ეს ნაბიჯი რომ აი ესეთი დიდი დისტანციები გაგებლო თუნდაც იმ იმითი რომ შენ იცი აი ეს მომენტი გაქვს შეიძლება შაქარი ნებისმიერ დროს დაგივარდეს და ანუ გზაში მომარაგებული დადიხარ შოკოლადებით რაღაცა ეგეთი რაღაცაებით მომარაგებული დავდივარ ანუ რაღაცა ყოველთვის მაგთან ის სითხე წაღან რო ვახსენე და არ მინდა რომ რეკლამაში ჩაგვეცვალოს გაზიანის ოდიანსაცმელი და არ ღირს საერთოდ მაგის დალევა, მაგრამ მაგას ალბათ ჯობია რომ თაფლიანი წყალი ან რაღაც ეგეთი ატარო ადამიანმა, ნუ შაქარი საერთოდ არ ვარგა, მაგრამ აი რო რაღაც რო უცებ რო გიშველოს. მაგრამ დანარჩენი თუ ისე განსაზღვრავ რომ ზუსტად არ მიცე შენ თავს იმის საშუალებას სანამ ამოწყდები მანამდე გაჩერდე და შეჭამო, ანუ არ უნდა მიიყვანო იქამდე თავი, მარტო მე არ მეხება ეს, აი ჩვეულებრივად ჯანსაღი ადამიანები რო დადიან ველოთი, იმათაც ზუსტად რაღაცა დრო აქვთ, რომ აი ამ დროში თუნდაც სპორტსმენებს იმ რაღაცა დროში ის რაღაც თუ არ შეჭამა და თუ არ შეივსო ორგანიზმი, ხო იხარჯება მოახმარს იმათ ჯანსაღ ადამიანსაც უვარდება შაქარი, თუ გლიკოგენის მარაგები ამოიწურა, всё მე და მე მით უმეტეს, ხო და აი ყოველთვის მაქვს ეგ გათვლილი და უბრალოდ მე მომცა ჯერ მარათონიდან უფრო დავიწყებდი ამ ველოზე გადასვლას, იმიტომ რომ მარათონმა მომცა მე ის მომენტი, რომ ვარჯიშობდი, თავიდან ხო არ ვიცოდი მე თუ ესე შაქარი დამევარდებოდა ვარჯიშის დროს. აი, ნუ რაღაც ხო ენერგიის დაკლება, მაგრამ ანუ მარკუთხითაც არ ვიყავი განათლებული და რო დავიწყე ეს ვარჯიში და აქტივობა რომ მიყვარდა და მარათონი რო დავიწყე მაგისთვის, უბრალოდ აღმოჩნდა რომ თურმე შაქარზე რა კარგი ყოფილა, რომ დაბლაწევს. და აი იმდენად მომეწონა ეგ რომ მე უკვე ველოზეს დავუკვირდი რომ მე იმასაც იგივე საკეთებს, მაგრამ სანამ ველომდე მივიდოდი მანამდე ჩაკეტილები რო ვიყავით იმდენი ხანი. მაგრამ ყოფილა ვარჯიშის დროს ძალიან დაგვარდნია შაქარი და მანდ კი და მე მგონი რომ არაერთხელ იყო ხოლმე ეგეთი და იქ მე მიჩვენებია კიდეც რომ კოკაკოლით ხელში რომ თან ვსვავ, თან ვარჯიშობ, აი ძალიან სასაცილო იყო. ოღონდ იმიტომ რომ არ მინდოდა გამეწყვიტა ის რაღაც რომ ეს გვაქვს 50 გასაკეთებელი. მე თან თქვენი ჯგუფი იყო აი ადოპიტნი კროლიკები. მე მახსოვს არაერთხელ მიტირია. ხო. ემას ვარჯიშის დროს რომ ეს მენმეიქერი იყო პირველად რომ შემოვიდა. და მეთქი ეს რა არის და რას გვიშვება ჩერი როგორ კლავს. მაგრამ აი ეს მომენტი რო ქონდა რომ არა ბოლომდე უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ რადგან ნენემ თქვა ეს გააკეთეთ, ესე იგი ეს არ მოხდა. საჭიროა თქვენი ჯგუფის მერე ძალიან ბევრჯერ დავაკორექტირე. აი გასოს 40 წამიან და 50 წამიან ტაბატებს რო ვაკეთებდი, ახლა 50 წამი მუშაობ და 10 წამი დავსე. აი ყველა რო იტყოდა შენ ჯგუფში რომ ნენე 50 წამი არის სიგიჟე. აი სანამ მე შენ არ იტყოდი ხოლმე რომ იმიტომ რომ შენ ყველა ვარიანტი უეჭველი რო აკეთებული ქონდა. ყოველთვის მაგას ამბობდი რომ შენზე მე ძალიან დიდი ის მაქვს რომ აი ვეყრდნობი შენ სიტყვას და არ მინდა რომ რამე ისეთი თუნდაც აი რატო უნდა ვთქვა რაღაც რომ აი მე იცი რა რადგან ყველა წუწუნებს რომ რაღაცა მოდი ეს არ გვინდა ხო არა პირიქით მეთქი ალბათ მე არ შემიძლია და უნდა გავძლიერდე რომ ეს შევძლო მაგრამ იყო რაღაცები რა კი ნათია რომ მეტყოდა ხოლმე რა ეს დასაკორექტირებელი გაქვს მე დავდგებოდი და დავაკორექტირებდი და თქვენი შემდეგი ჯგუფი ხარობდა და ბედნიერებდა ამით და მე მგონია რომ მაინც რაღაცა ის არის რა ცოცხალი ორგანიზმი არის პროცესი არის მაშინ მეც სწავლის პროცესში ვიყავი ბავშვი ყველანი ვსწავლობდით რაღაცას მე მგონი პანდემიის პერიოდში მართლა ესეთი სამაყო მომენტია ჩემთვის რომ ერთად გავიზარდეთ. კი, მართლა ერთად გავიზარდეთ. შენთვის უფრო ბევრი იყო თუ ჩვენთვის უფრო ბევრი იყო ეს რაც ხდებოდა. აი ვერ ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ ჩვენთვის ყველაფერი იყო ეგ და კიდევ კარგი რომ ესეთი რაღაც რა ვიცი მე მგონი ისინი ყავს ფანები ჩვენთან იმდენი ყავს რომ აი რო არა ნენე შენ არაერთხელ გითქვამს ის მომენტიც რომ უბრალოდ ხალხი რომ არ ვივარჯიშებ, მაგრამ აქ ვიქნები. ხო. პროტესტი უნდა იყვნენ, მაგრამ მაინც ვარჯიშობ. აი, მე ის ერთი თვე, როცა ოპერაცია გავიკეთე და ვერ ვარჯიშობდი, კატასტროფა კი იყო ჩემთვის, მაგრამ იქ გოგოები რო ლაპარაკობდნენ, რომ აი ამ დროს რა ხდებოდა, როგორ თან სულ ახალ-ახალი ვარჯიშები შემოქონდა იმ პერიოდში. ნუ ეხლა რაღაც ვერ წარმომიდგენია, რამე ისეთი ახალი იყოს, რომ დედაპირულად გავიგე. მაგრამ მაშინ იყო ეგეთები და ის მინდოდა მცოდნოდა ზუსტად დეტალურად, იმიტომ რომ მე ვაკეთებდი ხოლმე იმას, ჩემთვის უკვე ახალი თვე რო დაიწყო და უკვე როცა შევძელი ისე გაგრძელება. და აი არ ვიცი, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჯერ მარათონმა მაგისთვის. ძალიან მიხარია. ხო, ეგ იყო
არ ვიცი მე რამხელა პლუსი რომ ხო. მაგან დამაწყებინა ეს ყველაფერი, როცა იყო ხოლმე დღე, თქვათ საღამომდე საერთოდ ვერ ვიცლიდი, განვიცდიდი ყოველთვის მაგას, იმიტომ რომ რაღაც ვერ ვიყავი ისე კარგად. და ენერგიულათაც, განწყობაზეც ხო, თავისთავად, ყველაფერზე რო კარგად მოქმედებდა და იმისთვის შაქარი კარგად ქონოდა. ეგ იყო ჩემთვის ერთ-ერთი აუცილებელი მომენტი. როგორც ნემს ვიკეთებდი, ისე უნდა ყოფილიყო. დღეში ერთი ვარჯიში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ხო ამის და ეხლა ეგ ყველაფერი უკვე ეხლა ველოზე რო მოვყვეთ, როდის შეეჭიდე პირველ დიდ გზას? რა იყო, რომელი მონაკვეთი იყო, რომელი მანძილი იყო შენი პირველი? ესე გააჩნია ხა როგორ შევხედავთ, იმიტომ რომ დიდი გზა ეხა ცხეთაში ჩადი ჩამოდი იყო თავის და ეს ცხეთაში მე ვიცი რომ არის ესეთი ჯგუფი თბილისში ველოსიპედისტების ასე ვთქვათ. როგორი პოვეგენი? ესენი Facebook-ზე ძალიან მარტივი საპოვნელია ის რა ხა სიტყვაზე ველოზე რო დაждები ვიღაცა ერთი ორს დაინახავ და იქ რო თუნდაც Facebook-ზე ველოსიპედი ჩაწერო, რაღაც მარტივად მიაგნებ. და იმათთან ერთად დავდიოდი თვეში ერთხელ, ყოველთვის ბოლო პარასკევს იყო ხოლმე კრიტიკული მასა თბილისი, ესე ერქვა და ველოსიპედებით რაღაცა მარშრუტ გავდიოდით. ყველა ერთად რომ რაღაცა ცნობიერების ამაღლებისთვის რომ ხალხმა დაინახოს რომ ესე ამდენი ველო დადის და რაღაც. მაშინ იმ პერიოდში მე რო დავიწყე, არც კი იყო ამდენი ველო და ეხლა ძალიან მომრავლდა კურიერებიც თავისთავად, მაგრამ ხალხიც დაждდა ველოზე და რა ვიცი მე იმდენად დიდი აღმოჩენაა ეს ჩემთვის, რომ სამსახურის მერე ძალიან სტრესული სამსახური მქონდა იმ დროს და სამსახურის მერე შაბათ-კვირას გასვლა, ეგ პერიოდი იყო, რომ გავდიოდი და საერთოდ გონებას უფთავდებოდა ყველანაირად. იმიტომ რომ ვერ ფიქრობდი ვერაფერზე. ან სამსახურზე, ან საფიქრალი სანერო არაფერი. და ამაზე არც გიფიქრია ხო, რომ მე ხმე რო დავждე ამაზე, რომ შაქარი დამივარდეს რა მოხდება. იმინე მომზადებული დაგაჯექი და წახვედი. არასდროს ხო. ესე დავდიოდი რაღაც ისე აეწყო, რა ვიცი. ერთადერთი უკვე როცა პირველად ცოტა სერიოზულ დისტანციაზე დავაპირე წასვლა, ეს იყო ბრევეტი 200 კილომეტრიანი და მაგაზე ცოტა ვიფიქრე რომ რაღაცა მთლად ესე მარტივად ვერ იქნებოდა. ეს იყო ზუგდიდში მოგვიყავი მაგაზე ხო? კი, ზუგდიდში ჩატარდა. ზუგდიდში არა, მთელი ჩვენი ჯგუფი ნერვიულობდით, მინდა გითხრა რომ დედა რა სიძავს ეს გოგო 200 კილომეტრი რო ახსენე, ჩვენ იქ ცუდად გავხდით 200 კილომეტრი. რა მოუნდა ამ ქალს რატო არ ყოფნის აგველეთ სიარული? ხო, იმიტომ რომ ეგ იყო საკმაოდ ეგ არ იყო შეჯიბრება, რომ თქვათ რაღაცა დროში ვიწვევი და ვიღაცას ვაჯობო და აბა თუ მონაწილეობ მაინც ეხა მთლად ეგრე არ არის რომ თავარი მონაწილეობა, იქ თუ მონაწილეობ რაღაცა გინდა ხო შენთვის რომ რაღაცა დაამტკიცო, ან შენ თავს დაუმტკიცო სათხარ როგორ შეგიძლია ყველაზე უკეთესი იყო თუ მე რამდენი იყო თუ რაღაც და ეს უბრალოდ ეგეთი რაღაც არ იყო, რაღაცა დრო გაქვს მოცემული და იმ დროში თუ ჩაეტევი უნდა შენი თავი უნდა გამოიწვიო. და სიმართლე გითხრა ძალიან გამიჭირდა. ზუსტად იმ დროში ჩავჯექი, იმიტომ რომ შაქარიც არაერთხელ დამივარდა გზაში. რაღაც ძალიან დავიღალე კიდე. ხო დაპანიკდი. არა, შაქარი რომ მივარდე მე ჩემს გარდა მე მგონი ყველა პანიკდება, იმიტომ ეს შენ ბუნებრივი მდგომარეობაა ხო? არა, ბუნებრივი არა, არა იცი რა არის ხო მაინც რაღაცა ტურნირის წნეხი ქონდა რაღაც მაინც რა. არა, უბრალოდ ის ქონდა რომ დროში ჩავტეულიყავი, თან დავიღალე, თან რაღაცა, იმიტომ რომ მაგხელა სერიოზული დისტანცია და რელიეფურია ჩვენი კი, მანამდე კი ვივარჯიშე და რაღაც და ეს ჩემ ქმარ ძალიან დამეხმარა ამ ყველაფერში. მაშინ უკვე იცნობდი შენ ქმარს? კი, უკვე ვიცნობდი და ძალიან დამეხმარა ამაში, მაგრამ იგივე 200 კილომეტრიანი ბრევეტი წელსაც იყო და ეს რო გავიარე 2 საათით ნაკლებ დროში, იმიტომ რომ ხო, რა შაქრის დავარდნა და ესე ძალიან ესე ბედნიერად ვიარეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობა მაშინდელ მეს და ახლანდელ მეს შორის. გამოცდილებაც ხო თავისას შეება ველოზე გამოცდილება. ძალიან სერიოზულად მავარჯიშა და ყოველთვის იმას ცდილობს რაღაც ბევრად უკეთესად ვაკეთო რაღაცები და მოკეთ ველოზე ძალიან დავხვეწე. ადრე როცა ძალიან მიყვარდა მაშინაც და სამსახურში დავდიოდი სულ და რაღაც, კუსტბაზე ასვლა აზრათაც არ მომდიოდა იმ სიმაღლეზე რა ვარ ხო? რომ ეს ძალიან აღმართი იყო ჩემთვის და ხა მეცინება. ხო რა. ეს რაღაც. ეხლა რა მითხარი, იცი, ამ ყველა დისტანციას ხო რაღაც განსაკუთრებული, უბრალოდ განსაკუთრებული არა, სპეციფიური ველოები ჭირდება, ხო?
ეს შენ გაერთიანებული გაქვს ერთ ველოში ეს ნავაროტკები ასე ვთქვათ თუ სხვადასხვა ველოები ყავს? ეხა მყავს 3 ველოსიპედი. აქრითიც მოვედი სამსახურის არის. ანუ სამსახურისთვის რამე განსაკუთრებული არ გჭირდება, მაგრამ თან კარგი ველოსიპედი. ჯაბახანა არა მე გეტყვი. არა, ჯაბახანაც არ არის. ვერ არის ჯაბახანა გადასარევი ველო. ამ ველოთი სხვათა შორის რა ჭამოვიარე და მრავალ ძალზე ავედი. მრავალ ძალზე არ ვიცი, მანქანებს ვუჭირთ ასულად. ყოჩა. მწვერვალებს იპყრობს. ხო, მყავს კიდე ასე ვთქვათ მექანიკური, ანუ ჩვეულებრივი ველოსიპედი გრაველი მყავს, რომლითაც დავდივარ, იტალიაში ხა რო ვიყავით ესე დიდ დისტანციებზე მაგით დავდივარ. იტალია მოიარეთ ველოსი? ხო, უკვე მეორედ. მეორედ და რამდენი კილომეტრი გამოგვივიდა ჯამში? კილომეტრი, ეხა მე მგონი სადღაც 400 იქნებოდა, მაგრამ elevation-ი მქონდა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ უღელტეხილებს გავდივართ ძირითადად ჩვენ. ანუ elevation-ი არის აღმართები. აღმართები და აღმართების აკუმულირება. და მყავს კიდე ელექტრო ველოსიპედი, ისიც გრაველი სტილის არის, ნუ როუდია ის. ელექტროს როდის იყენებთ? როცა ჩემ ქმარს უნდა რომ ცოტა უფრო თავის ტემპში ვიაროთ, იმიტომ რომ დანარჩენი ჩემ ტემპში დადის და ჩემ ქმარი იმდენად სწრაფად დადის ველოთი, რომ აი ამის ბოლო დახმარებას რო ვიყენებ, თელ ჩემ ენერგიას ვდებ თან. ეს ისეთია, რომ შენ რამდენ ენერგიასაც ჩადებ, იმდენად მოგეხმარება. გასაგებია. შენ ტენი ფაქტიურად ენერგიით იმას, ხო? ხო, ტენი არა. ეუბნები რამდენით დაგეხმარება. ხო. შენ თუ ძალიან ოდნავ დაატრიალე, ისიც ძალიან ოდნავ დაგეხმარება. მესმის. ესე ქანიც რომ ისე რომ ესე გაგორდე, არც იმაში არ გეხმარება, არ გაგაგორებს ესე რა, ანუ შენზეა დამოკიდებული და ანუ მაინც გიწევს ძალისხმევის გაღება. მაინც არ ქვია, მე აი ძალიან წინააღმდეგი ვიყავ, მეთქი ნუ ეს ელექტროველო ძალიან ისე. რატომღაც მეგონა რომ უფრო აი ასაკობანი ხალხისთვის და ნუ ძალიან ვცდებოდი და ისეთი ბედნიერი ვარ ეხა ეს რომ ყავს, იმიტომ რომ აი არის საქართველოში ვთქვათ, სადაც ვუნდებოდი 3 დღე, რაღაც ბევრ ადგილზე ვჩერდებოდით, რომ იმიტომ რომ მე არ შემეძლო ეხა მეტი რომ სიტყვაზე დღეში ამდენი გამევლო. რაღაცა რაოდენობა მქონდა, იმაზე მეტი აღარ შემეძლო და ეხა შეგვიძლია ვთქვათ ის 3 დღიანი ერთ დღეში გავიართ. ძალიან ჩვეულებრივად. მოკლედ მაგრები ხარ, ეხა მოდი რაც გადავიდეთ, იცი? ძალიან ბევრი გოგონა საქართველოში და მე მგონი არა მარტო საქართველოში, ყველგან ეგრე არის რა ძირითადად. როცა ესეთი რაღაც მდგომარეობა აქვს ხოლმე, გინდა ჯანმრთელობის, გინდა ნუ არა აქვს მნიშვნელობა. ეს ყველაფერი გადმოდის ხოლმე, მაინც აისახება რაღაც დოზით პირად ურთიერთობებზე. შენ ხარ იდეალური მაგალითი, რომ საერთოდ არანაირად არ აკარებ აი ამ მდგომარეობას, შენს პირად ურთიერთობებს, აგერ უკვე არა, შენი ვიპოვეთ, კი არ და მე რა ვიპოვეთ კაცო. იპოვე ადამიანი, რომელიც სრულად იზიარებს შენს ინტერესებს, სრულიად ემთხვევით ჰობიში, რაღაცა, აი რაღაც ველოსიყვარულში, აი მოკლედ აი ამ სივრცეში და აი ამ არეალში, სადაც შენ ძირითადად მოძრაობ, აღმოაჩინე ადამიანი, რომელიც არის შენი soulmate-ი, ასე ვთქვათ, შენი სულის მეგობარი. აი, მე მგონია, რომ ეს იქნება რაღაცა ინსპირაციული, როგორ ახერხებ ამას, რომ საერთოდ არ მიგაქ ეს ურთიერთობა, ან ურთიერთობას როცა იწყებ, ახსენებ, რომ შენ დავუშვათ ტიპი 1 დიაბეტის მატარებელი ხარ. იმიტომ რომ ეს არის რაღაცა, რაც უნდა იცოდეს პარტნიორმა, ხო? კი. იცი რა, მე მგონი, რომ ამ შემთხვევაში რაღაც ეგრე მოხდა, იმიტომ რომ ზუსტად ამ ბრევეტის წინ იყო შეკრება და რადგან ძალიან დიდი გამოცდილება ქონდა უკვე ჩემ ქმარს იმის რომ ვთქვათ ველოსიპედზე რა როგორ როდის ჯობია საერთოდ ჭამო დალიო ასე შემდეგ რაღაც იქ რა შეკრებაზე უბრალოდ ამ თემაზე რომ ლაპარაკობდა რომ დამთავრდა ეს მე ვუთხარი რომ მე დიაბეტი მაქვს მეთქი და მიხვედი და ცალკე დაელაპარაკე ოკეი უბრალოდ კითხე რომ იმიტომ რომ რაღაც ეგიც კი ახსენა რომ აი დიაბეტიან ადამიანს კიდე სხვანაირი კვება და რაღაცები ჭირდებაო და საერთოდ რო ლაპარაკობდა ნუ თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურადაც გეტყვითო და მე მაინც აი ეგ რაღაცა რო თქვა მაგიტომ უფრო ზედმეტად არ მინდოდა საერთოდ არ მეყვარს რაღაც ზედმეტად ადამიანის შევაწუხო მაგრამ ნუ მეთქი რადგან ესე თქვა იქნებ რაღაც უფრო მეტი მითხრას და აი პირიქით მე ვკითხე რომ აი რა შეიძლება და გამეკეთებინა აი უკეთესი რა იქნებოდა იმიტომ რომ ველოზე მინდოდა უფრო უკეთესად ყოფილიყავი, მაგრამ ეს შაქარიც რომ მივარდებოდა თან, აი, თლათ ესე კარგად ვერ ხვდებოდი, რომ როგორ უნდა ვიკვებო ისე, რომ
თან აი სულ იმას ვამბობ, რომ შემეძლოს ველოზე ცხოვრება ვიცხოვრებდით. შენი სახლი თავის. ბაბა იაგას ყოფილო, ესე რაღაც ხო, იმდენად აი, გიყვარს რა მაგარი. არ ვიცი, როცა მთელი დღე ველოსიპედით დავდივარ და საერთოდ ნემსის გაკეთება არ მიწევს და ძალიან კარგად ვარ და თან ჭამს ყველაფერს. რა ვიცი, ოღონდ რა ვჩერდები, მე უკვე რაღაც ეგრევე უნდა მივხედო, გავიკეთო ნემსი, იმიტომ რომ მესმის. გაჩერებულს მე გამოდის, რომ საერთოდ არაფერი გაგიკეთებია დღეს და ეს შაქარი შეიძლება თავის თავარდეს. ხო. და ანუ ამაში პირიქით ძალიან დამეხმარა და საერთოდ ეგ არ არის დამოკიდებული ალბათ იმაზე, რომ ადამიანებზეა დამოკიდებული ელემენტარულის გააზრებაზე, რომ რაღაც ადამიანს ეს ჭირს, ნუ ყველას რაღაცა ჭირს, ხო? ფაქტია, რომ სრული ჯანსაღი და რაღაც რომ არაფერი არ აწუხებდეს ადამიანს, ეგეთი არ არსებობს და აი მე ვინმეს რო ვთხარ, იცი რა მე ყური მტკივა ხოლმე ხანდახან და ერთი პრობლემა ხო არ არის. აი ეგ ცოტა ისეთი რამეა რა, ხო. მე ესე ვერ წარმომედგინა, რომ საერთოდ ვერ წარმომედგენია, რომ ადამიანი გაიცნო და ესე ვთქვა, იცი რა, რაღაც უნდა გაგანდო მე დიაბეტი, მაგარი. შენ ეს ცოტა ანუ ჩვეულებრივად მოდიოდა ეს რა. კი, ანუ შეიძლება ვიღაცა მაგრამ აი ხანდახან როცა გაგხომე ცუდი დღეები და გახდები ცუდად. როგორ ფიქრობ, წუხდება ის ან შენ ხო არ ფიქრობ იმაზე, რომ აუ ახლა ეს არ შეწუხდეს, იმიტომ რომ ეს ცუდი დღეები მაგ და ცუდად ვარ ცოტა ვერ გავიგე. აი ცუდი დღეები გაქვს დაუშვათ აი ხო თუ დამივარ და დასაწყისში ახსენე, რომ აი ხანდახან თუ დამივარ და ძალიან ცუდად ვარო შაქარი რა. ხო, შენელებული ვარ. შენელებული კადრი და ვარ. ძალიან მაღალი მაქვს. ჯერ არა ძალიან მაღალზე უბრალოდ ენერგია მეცლება. არა, ეგ არის ძალიან დროებითი რაღაცა, იმიტომ რომ ძალიან მაღალი თუ გაქვს ნემს გაიკეთებ და ცოტა დრო გჭირდება და ჩამოიწევს. დაბალი თუ გაქვს შეჭამდალე რაღაც ისიც დრო ჭირდება და აიწე. ანუ ეგ არ არის რაღაც ისეთი, რომ კატასტროფა. არ მაწუხებს ესე რომ ვთქვა, რომ აი საშინელი დღე მქონდა რაღაცა ვერ ვიცი. აი ძალიან მაგარი რაღაცა თქვი, არ გაწუხებს. და მე მგონია რომ მთელი აი ეგ საკვანძო მომენტი არის ის, რომ შენ არ გამოყავს შენი თავი, შენ თავთანვე, შენ ტვინშივე მსხვერპლად. იმიტომ რომ მე მქონდა ეხლა მაგალითად ეგეთი გამოცდილება, ჩემი ყოფილი ბოიფრენდს მქონდა ძალიან ბევრი ქრონიკული დაავადება, მათ შორის სტენდირება მქონდა გულის და რაღაცა. ან როცა ცუდად იყო ხოლმე, ხო? აი ცდილობდა რომ რაღაცნაირად ეს თითქოს ჩემი ბრალი იყო, ან ჩემზე გადმოეტანა, ან აი გაღიზიანებული რო იყო ამის გამო, აი თითქოს უნდოდა რომ მეც ისევე მეგრძნო ის ტკივილები. არა და მაგდროს ხო ვიძახით, კი ბატონო, განვეცდი, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა იმ ტკივილს მე ვერ ვიგრძნობ, რას გადის ის ადამიანი. ძალიან რთულია, გარდა იმისა, რომ ემპათიურად დაუდგე გვერდით. ხო. ეს ძალიან ხშირი არის ესეთი ტოქსიკური გადმოტანები და გადატანები ურთიერთობაში. ძალიან ხშირი არის. აი ამას როგორ ახერხებ, რომ შენ შეინარჩუნო ეგ ის. მე მგონი პირველი საკვანძო ეგ არის, რომ შენ აღიქვავ შენს აი ამ მდგომარეობას არა მსხვერპლურად, არამედ ჩვეულებრივად. რა თქმა უნდა, ხო, აი ეგ არასდროს არ მიყვარს, საერთოდ ადამიანში ეგ არ მომწონს, რომ რაღაც აი მე ცუდად ვარ და ყველა რო დაესება და აი ისე რომ თვითონაც ვერ ხვდება, ვერ იაზრებს და არც აღიარებს მაგას, იმიტომ რომ ვერ იაზრებს ადამიანი რომ მაგას აკეთებს და ამ დროს სიამოვნებს ეს ყურადღება და ფოფინი და რაღაც. ცოტა ის არის ეგ ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი რაღაც არის, იმიტომ რომ რა სისულელია რომ რა მსხვერპლი. ყველა მსხვერპლია მაშინ, აი ყველა გარეთ მე შენს ყველა რაღაცის იქ ხო რაღაც ყურის ტკივილის და ფრჩხილის ტკივილის არის ძინო ყველაფრის ზოგი ტრავმების და ასე შემდეგ. რა ვიცი ხო, მეტნაკლებად ვიღაც ესე რო ავიღოთ ზოგადად, მე სხვებსაც ხო ვიცნობ დიაბეტიანებს და ბევრისთვის არის სხვათა შორის ძალიან დიდი ტრაგედია ეს დიაბეტი. ჩემთვის რამდენჯერ ვთქვამთ, რომ რაღაც რომ ნებისმიერ ადგილზე ეხა უკვე აღარ მაქვს მაგის პრობლემა და ადრე ცოტა ისე ვიყავი ხოლმე, რომ სადმე რომ ნემსის გაკეთება მიწევდა, რომ აი მოვეფარო, იმან არ დაინახოს, ამან არ და ის რას იფიქრებს, ეს რას იტყვის, იმიტომ რომ ხალხი მართლა ესე არაადეკვატური დამოკიდებულება ქონდა ამაზე და რამოდენიმეჯერ ესე მე უკვე ცოტა რომ შევეშვი ამ რაღაცას და ჩემთვის საჭიროა გავიკეთო, ამოვიღებ ჩვეულებრივად ვისინჯა ვიკეთებ და რო დაუნახავთ, მე შვილო მოგიკვდი ეს თორმე და ვერ მივხვდი რატო. აი რაღაცა ესე რომ იქით რო ტრაგიკულად რა მჭირს საიმისო რომ ვინმეს აი ეგ განცდა რო ეცოდებით, შენზე როგორ მოქმედებს? კატასტროფაა ეგ ჩემთვის. აი რატო უნდა ვეცოდებოდი ადამიანს არ მესმის. აი ვიღაცას რო გონია რომ თავი ძალიან ჯანსაღი და ძალიან მაგარი და ძალიან ის და დედა საწყალი ეს გოგო, რა ვიცი, ცოტა დაფიქრდი რომელია საწყალი მეტიში. ანუ საერთოდ არც ერთი დაავადება ალბათ ესე
არ უნდა აღიქვა. ადამიანს შენ თვითონ გჭირდება, იცი რომ სადღაც აი мотиваციის ეს არის ზუსტად ტოლფასი, რომ რაღაცებში რო ეძებენ ადამიანები мотиваციას, რომ აი ვივარჯიშო, აი ორშაბათიდან დავიწყო, აი მაებს უყურებ, ამებს უყურებ, რომ ისინი რო ვარჯიშობენ, მე მეც მომინდეს და ნუ არ ვიცი, 1000 мотиваციის და мотиваცია არ მაქვს რო ეს ვაკეთო. ეგ ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელია, სასაცილოა, თან რომ აი რაღაცა თუ გინდა, შენ თავს შენ თვითონ თუ არ მოანდომე, შენით თუ არ მოგინდა, ვიღაცამ რანაირად უნდა მომანდომოს, რა თქმა უნდა. რამე, აი ეგ ცოტა არასერიოზული დამოკიდებულებაა ჩემთვის და იგივეა რომ აი მე თუ რაღაც ხო შეიძლება ნუ ქალები ვართ რაღაცა პერიოდებიც გვაქვს ისეთიც რომ თავისთავად რო ვიღვიძებ და საშინელ ხასიათზე ვართ და რაღაც და რაც ვიყეფებით და ასე შემდეგ ხო კაცტკულა გვინდა აი მსგავსი რაღაცაც რომ ქონია ერთი სული მაქვს როდის გამივლის ხოლმე ეგეთი რაღაც იმიტომ რომ და აი შენ თვითონაც ხო აკეთებ რაღაცებს რომ მე გაგიაროს რომ გაგიაროს ხო მაგრამ რაღაცები არის თქვა იცი როგორი მომენტი რომ რაღაცნაირად ხარ შინაგანად მოწყენილი ვითან აი რაღაც მინორში ხარ იმ პერიოდში აი გინდა რომ რაღაც ცოტა ისე იყო მაგრამ ვერ ხარ არა ეხა სულ კარგად ვარ მაგრამ რაღაც ეგეთი პერიოდები ხო ყოფილა ყველას გვაქვს ხო და სულ რო ვფიქრობ აი ხა ეს გაივლის ყველაფერი კარგი აი დილას რო გათენდება უკვე კარგად ვიქნები თუნდაც აი ვირუსი რო შემხდება ეგეც იშვიათად მაგრამ რაღაცა ვირუსი ეს სიცხე რაღაც ხო გთრუნას ნუ რაღაცა ადამიანი რაღაცა როცა ეს ახლა ტანში გამტრევს რაღაცა 1000 რამე და აი სულ მაგას ვფიქრობ რომ აი всё გათენდება აი ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ იქიდან გამოვიდე იმიტომ რომ მე ესე მიმაჩნია რომ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არის ის რომ იყო ესე ანათებდე და ესე ცოცხალი იყოს სულ კი და ესე ხალებიდან ნაპრესკევსკავიდან ყველაფერში დაინახო სიცოცხლე რა იმიტომ რომ რეალურად ცოცხალი ხარ უნდა იყოს ცოცხალი ძმა პარი და ის სანამ ცოცხალი ხარ უნდა იცოცხლო კი არ უნდა იარსებო და სხვათა შორის აი შენი ეს შინაგანი განწყობა გაძლევს უკვე მე ყველაფერს თუნდაც გარშემო რომ აი მე შენ რა კარგად ხარ შენ შეგიძლია იყო კარგად კი ყველა შეუძლია იყოს კარგად ხო აუ ნათ აი უღრმესი მადლობა ძალიან მაგარი იყო ძალიან ფანტასტიკური იყო მე მგონი ძალიან ინსპირაციული იქნება და ძალიან მიხარია რომ ზუსტად ისე მივაწოდეთ ეს ყველაფერი როგორც მართლა ჩაფიქრებული იყო აი ამ ყველაფერს იმიტომ რომ მე შენ რო გიყურებ თელი 65 თვეა მე შენ აი ესე კარგად გიცნობ ყოველთვიური შეხებით თუმცა 65 თვემდეც მანამდე აი პატარ-პატარა გამოწვევებში რო იყავი ჩართული იქ უბრალოდ ესეთი ყოველდღიური მიმოწერა არ ქონდა იმიტომ რომ ესე კონკრეტული ჯგუფი არ იყო შექმნილი პროექტს არ ქონდა ჯგუფი და ეხლა უკვე ჩერის მარათონზე რო არის ეს ჯგუფი შექმნილი და ყოველთვიურად ჩვენ გვიწევდა ეს მე როდის გითხარი რომ იქნება ერთი დღე რომ შენ ჩემთან მოხვალ სტუმრად და ილაპარაკებ აი ამ შენ განწყობას გადაზდებ მართლა ყველას აი შენი ამ ცხოვრების ჟინს და სიყვარულს როგორ გიყვარს შენ ცხოვრება და როგორ მართლა გინდა და მოწადინებული ხარ რომ ყველამ გამოცადოს ის ბედნიერებები რასაც შენ აკეთებ ჯერსი აი რამხელა რაღაცა არის რომ შენ აი თუნდაც აი ამ შაბათ-კვირებზე გასვლით თუნდაც აი რაღაცა ცხოვრებისეული ეს გამოცდილებებს სულ აგროვებ რა და გამოდის რომ შენ ერთ ცხოვრებაში 10 ცხოვრებას ცხოვრობ. აი ძალიან მაგარია ეგ. პროსტა ერთ თვეში რომ 5 თვეს ცხოვრობ, არის აი უმაგრესი რა. ძალიან მიხარია ეს შენი პარტნიორი, რომელიც ახალი შეიძლება ვთქვა რომ ახალი პარტნიორია. კი, ქმარია. მაპატია, პარტნიორი არა. მეუღლე. აი მართლა ძალიან מחარებს გულით მიხარია რომ ხარ ესეთ ბედნიერ ურთიერთობაში რომელიც აი მართლა შენ სფეროში არის ასე ვთქვათ რა. უზომოდ ძალიან მიხარია მეც აი ეგ არის რაღაცა ესე ინატრე თუ ითხოვე და მოგეცემა როა აი რაც ვინატრე და ესე მიფიქრია აი იმაზე ორჯერ მეტი და ბევრად მეტი მივიღე და ინატრე არ არის, იმიტომ რომ შენ ხარ ესეთი, შენ ცხოვრობ ესე და ზოგადად ჩვენ როგორც ვართ, მე მგონია რომ სამყარო ზუსტად იმას გვაძლევს, როგორები ჩვენ დღეს შენ ხარ ეგეთი და შეიძლება სარკისებული. კი, აბა რა თქმა უნდა. მოკლედ უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, ძალიან მადლობა შენ. პირიქით. იმდენად დიდი მადლობა, იმიტომ რომ შენიდან დაიწყო ეს ჩემი აქტივობები და რაზეც ყოველთვის ნატრობდი რომ რაღაც მინდოდა რომ ესე სპორტული, თლათ ძალიან სპორტით არა და აი იმდენად ბევრი მომცა რომ ეს ჩერის გოგო ხარ ყველა რომ ეკითხება ეს ჩერის გოგოობა ჩემთვის ძალიან ბევრს ვაი, როგორ სიამაყე.
ძალიან დიდი მადლობა და მართლა ძალიან დიდი მადლობა და მე მგონი რომ მართლა ძალიან მაგარი ეპიზოდი გამოგვივიდა რა ერთსული მაქვს მართლა როდის დაიდება. თქვენ კიდე ჩემო ძვირფასებო, აი არ ვიცი მართლა ნათიას მაგალითით ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან ინსპირაციულია, ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე და ძალიან ბევრი მეც კი ხანდახან დისციპლინაში რომ მიჭირს ხოლმე დედას გეფიცები ყოფილა ძალიან ბევრჯერ მომენტი რომ შენი და მithkoms კიდევაც რომ შენი მაგალითი გამიხსენებია, რომ ეს ადამიანი ყოველდღიურად, აი არ ვიცი, რა ძალას პოულობს თავის თავში, რომ ადგეს და ის გააკეთოს, რაც თავისი ჯანმრთელობისთვის არის პირველ რიგში კარგი, რომ ზუსტად მე ის ჯანმრთელობა მე გამოიყენოს სხვა ადამიანების ენერგიის მისაცემად რა. აი არ ვიცი, ბრავო, ხელები ამიწევია და თქვენ კიდე აი ამ ნოტაზე გემშვიდობებით და აუცილებლად შეგახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტის წარდგენი არის Cherry Fit აპლიკაცია. სადაც დაგხვდებათ ერთი ფანტასტიკური პროექტი, რომელსაც ქვია Cherry მარათონი. Cherry მარათონი არის დისტანციური სავარჯიშო პროგრამა სახლის პირობებში, თუმცა შეგიძლიათ რა თქმა უნდა ყველგან ივარჯიშოთ და ახლა უკვე სიახლე გვაქვს Cherry მარათონი კაცებისთვისაც ჩაეშვა. ასე რომ შემოგვიერთდით და ჩვენ კიდე წავედით. კარგად.